მოგესალმებით, შემოკარგებო. კვირის სიახლეები მინდა შემოგთავაზოთ. კვირის ცოტა ისეთი ნათქვამია, კვირა დღეა, მაგრამ ამ კვირის და უკვე ხვალზე მაქსიმუმ 2 დღეში ძალიან მაგარ სიახლეებს გვირდებით და მაგარ დანებს ველოდებით და რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. ეხლა ეს უბრალოდ აქ არის თავმოყრილი სულ სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვანაირი დანები რა, არის ბიუჯეტური დანები, საშუალო კლასის და მაღალი სეგმენტიც. მოდი გავიაროთ პირველი გახლავთ QBay. აი ესეთი სადა პრაქტიკული დანა. აუსათი ფოლადით და ძალიან ბილი და კარგი მექანიზმით. ფლიპითაც შესანიშნავად იხსნება, აი ამ თამსტადითაც. ერთი მარტივი დანაა ძალიან რა. ასევე ეს წერეკატე. ამას ისეთი მაგარი მექანიზმი არ აქვს, მაგრამ ნუ ბიუჯეტური დანის კვალობაზე ვფიქრობ მაინც არ დაიწუნება და ნორმალურია. ცუდი ნამდვილად არ არის. CTVN-იც ამ კატეგორიაში გადის მიკარტის ტარითა და D2 ფოლადით. ესეთი საშუალო ზომის სამუშაო დანაა რა. სამუშაო დანა, რომელიც არ დაგენანება და ყველანაირ პირობაში შეიძლება გამოვიყენოთ. ცოტა უფრო მაღლა აუწიოთ დონე, წარმოგიდგეთ Microtech-ის MSI-ს. ნახეთ M390 ფოლადით. აი ესეთი RAM-ლოქი ჩამკეტი სისტემით. მაგრამ მოძრაობს, მაგარი მექანიკა აქვს ამ დანას და დიდი ზომის მიუხედავად არის მსუბუქი და ესეთი კაი ტიპია რა. ვფიქრობ მოგეწონებათ ეს დანაც. ეს კი უკვე კლასიკის მოყვარულთათვის SAGA Campolinis ავტომატური გახსნის მექანიზმით დანა. აი ნახეთ ესეთი პრიალა ლამაზი პირი აქვს და რქის ტარი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს რქის ბუნებრივი ფორმები. და რავი, ძალიან ლამაზია. კლასიკაა როგორც გითხარით რა. სტილეტო, იტალიური სტილეტო, რა ბევრს უყვარს. ეს კი უკვე გახლავთ Artisan Cutlery-ის აი ესეთი მაგარი მოდელი, Centauri ქვია ამ მოდელს. ფოლადი S35 VN გვაქვს ხმლოვანი, აი ესეთი ულამაზესი ტარი, ტიტანის საკიდი, ლაკონიკო და რა ვიცი, ჩემი ემოციები რო გითხრათ, პირველად ეს დანა რო გამოვიდა და ვნახე, ნუ რა ვიცი. ვფიქრობდი რომ ამაზე კარგი დიზაინი რა უნდა მოეფიქრებინათ ზოგადად დანაში რა. ეს მაშინ ეს მოდელები არ იყო ესებენი ორივე გახლავთ Knife Centris ექსკლუზივი. სხვა შეფერილობით, სხვა ტარითა და სხვა პირით იყო, მაგრამ პირის დანარჩენი ფორმა, დიზაინი იგივე იყო და ამიტომ ძალიან ემოციებში ვიყავი და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და მაქვს კიდე ჩემს კოლექციაში ორივე დიდის და პატარაც. აი ნახეთ, ეს დიდი ზომის, ესეთ შეფერილობისაა, შავი პირი, ესეთი ჭრელი მიკარტას ტარი და ფოლადი აქაც გვაქვს. როგორც გითხარით, S35 VN ფხვნილოვანი. ეს კი რეკონია. რეკონი, რა ვიცი, მე მგონი ყველას მოგეხსენებათ, რომ გამოირჩევა თავისი აი ამ უაზროდ დიდი ჯანითა და დატვირთვებზე დიდი გათვლებით რა. ფოლადი აქაც S35 გვაქვს, რაღაც ესე დაემთხვა, რომ სამივე დანაზე გვაქვს ეს ფხვნილოვანი მაგარი ფოლადი, ესეთი DLC დაფარვა გააუმჯობესა სხვათა შორის cold steel-მა და ჯიათი ცოტა შეთხელებულია, უხეში ტექსტურა ქონდა უფრო, მაგრამ არ ნიშნავს ეს რომ სრიალაა, ხელში მაინც მაგრაძის და მაინც მაგარი სამუშაოა. აი ესეთი მაგარი დაშვებით, ჭრის კარგი ხარისხით. და დღეისთვის ბოლო ლუკმა აი ეს CKF-ის ოპტერზოულას დიზაინით აი ესეთი მაგარი ასაკեցი დანა გვაქვს მეგობრებო. S90 V ფოლადი, ესეთი წითელი კარბონის ტარი, ტიტანის ბოლსტერი, საკიდი, ბექსპეისერი. აქ ტიმასკოსის ჩანართები გვაქვს როგორც ხედავთ. აი დააკვირდით უბრალოდ რა მაგარი დანა, დიდი ზომისაა და ეს სხვადასხვა გრაინდები პირზე ღარი, ნუ ასეული დანაა. ხო, როგორც გითხარით და როგორც თქვენ თავად შეამჩნიეთ, წარმოდგენილი აქვს რაღაც 100 ლარის პარაგრაფში დანები და ადის 2000 ლარამდე ყველაზე ძვირიანი ამ შემთხვევაში ეს SKF-ი გვაქვს. რა ვიცი, დღეისთვის სულ ეს იყო შემოკარგებო, რა ვიმედია მოგეწონათ და უფრო ბევრად მაგარ სიურპრიზებს და სიახლეებს გვირდებით. უკვე მალე 2-3 დღეში რა. გაგიზიარებთ, გვადევნეთ თვალყური და გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, TikTok-ზე და ჩვენი საიტიც შეათვალიერეთ პერიოდულად. წარმატებები და მადლობა.